ავადმყოფობის დროს ბევრი ადამიანი საერთოდ წყვეტს ფიზიკურ აქტივობას. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ყველა დაავადება არ მოითხოვს ვარჯიშის სრულ შეწყვეტას. სპეციალისტებმა მიმართულებით მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ან ყელის ტკივილი, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება, კუჭის პრობლემები ან სიცხე, ვარჯიში უნდა გადადოს. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, სრული უმოძრაობა უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ენერგიის დონესა და გამოჯანმრთელების უნარზე. სპეციალისტების განმარტებით, მსუბუქი ავადმყოფობისას რეკომენდებულია ნელი სეირნობა. თუ გარეთ ტემპერატურა 10 გრადუს ცელსიუსზე დაბალია, უმჯობესია შენობაში ვარჯიში. კვლევებით დასტურდება, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობასა და სიხშირეს. ასევე დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ნაკლებად ავადდებიან და ავადმყოფობაც დიდხანს არ გრძელდება.